ფოთისპორტს წარმოადგენთ, კი უდიდესი კომპანია არის და 813 თანამშრომელი ყავს მხოლოდ ჩვენ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს რაღაცა ისეთი საერთო პლატფორმა, სადაც თუნდაც პარტნიორებს ველაპარაკებით ქალაქისთვის საჭირო სიტუაციებზე. ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ მუნიციპალიტეტთან და ესეც უნდა იყოს და საერთო პროექტებსაც ვახორციელებთ. ბოლო პერიოდში იცით რომ შემოვიდა კონტეინერის მოსაკრებელი, ეს საკანონმდებლო დონეზე არის აყვანილი და შესაბამისად თითოეული კონტეინერიდან, რასაც ქალბატონინონაც ამბობდა, გარკვეული გადასახადი მიდის და წესით იდეა ეგ არის რომ ფოთის ბიუჯეტს უნდა მოხმარდეს. მაგრამ ჩვენი მხრიდან ვისურვებდით იმას, რომ პორტის მიერ გადახდილი თანხები არ იყოს ცენტრალურ ბიუჯეტში ასე სრულად წაღებული და ქალაქს მოხმარდეს აქედან საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი. შესაბამისად, აი ესეთი მიდგომა და იგივე დეცენტრალიზაციის იდეაც რაც არის, ხო, რომ ქალაქში და მუნიციპალიტეტში თვითონ იყოს ამასთან დაკავშირებით მეტი ინტერესი, მისასალმებელი იქნებოდა. რაც შეეხება ახლა გარემოს თემას, ეს თემა არის რამდენადაც მნიშვნელოვანია, იმდენად უგულებელყოფილი არის. ჩვენ თვითონ ნარჩენზე ეს იქნება, რა ვიცი, დაწყებული ილუმინაციური ნათურებით და რაღაცა ისეთი ზეთოვანი, ასე ვთქვათ, მატერიებით, ყველაფერზე ყავს კონტრაქტორი და კონტრაქტორს გააქვს ყოველ თვე სხვადასხვა ტიპის ნარჩენი, გვაქვს პორტშიც სეპარაციის ყუთები, მაგრამ ისმის ყოველთვის კითხვა, რომ დღის ბოლოს ხო მაინც ერთ ნაგავსაყრელზე მიდის ეს სეპარაციისთვის განკუთვნილი მასალები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები გვინდა არ გვინდა, მაინც რჩება ქალაქის ნაგავსაყრელზე და როგორ შეიძლება ქალაქში თუნდაც პლასმასის საპრესი აპარატი იყოს, ან რაღაცა ისეთი, თუნდაც აი როგორც პოლივიმი არის რუსთავში, რომელიც ამუშავებს პლასმას და თან უფრო მეტად არიან ჩართულები კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომ შეაგროვონ. ეს უნდა იყოს ალბათ საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებული. რეგიონების პრობლემა არის ახალგაზრდების გადინება, თბილისშიც უკვე აღარ მიდიან, უკვე საზღვარგარეთ მიდის ხალხი და ჩვენი კომპანიის მაგალითზეც რო ავიღოთ, მუდმივად გვაქვს კადრების უკმარისობა, განსაკუთრებით ეს იქნება ტექნიკურ პოზიციებს და შესაბამისად ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ინვესტიცია ჩადებულიყო ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაში, განსაკუთრებით სპეციფიურ პროფესიებთან დაკავშირებით,